ქოჩორაშვილის პირველი საგოლე პასი ჩემპიონატში სპორტინგმა ავს გაანადგურა გიორგი ქოჩორაშვილის პირველი სრული მატჩი და შედეგიანი მოქმედება პორტუგალიის ჩემპიონატში. სპორტინგის 26 წლის ქართველმა ნახევარმცველმა, რომელსაც სეზონი არც თუ წარმატებულად მისდის, საგოლე გადაცემა აუტსაიდერ ავსთან მეტ 14 ტურის საშინაო შეხვედრაში შეასრულა. ლომებმა ავსს 6 უპასუხო გოლი გაუტანეს. როგორც ჩანს, მეტოქის ფაქტორიდან გამომდინარე სპორტინგის მთავარმა მწვრთნელმა რუი ბორჟესმა შემადგენლობის გადახალისება გადაწყვიტა. სასტარტო შემადგენლობაში ქოჩორაშვილი ჰიდემასა მორიტას შეუწყვეტა, კაპიტანი მორტენი ულმანი და ჟოაო სიმოეში კი დაასვენა. 37 წუთზე ქოჩორამ ბურთი თავით გადააწოდა ჟენი კატამუს, რომელმაც ანგარიში 3-0 გახადა. მეორე ტაიმში ქართველს გილის გატანა თავადაც შეეძლო, მაგრამ 76 წუთზე მისი დარტყმული სტუმართა მეკარემ კუთხურზე მოიგერია. ქოჩორაშვილმა შეუცვლელად ითამაშა. კარისკენ სულ 2 ჯერ დაარტყა, საიდანაც 1 ჩარჩოში. ის ბურთს 97 ჯერ შეეხო, მისი 88 პასიდან ზუსტი 79-90. აღმოჩნდა. გიორგი ქოჩორაშვილმა პორტუგალიის ჩემპიონატში მე-11 მატჩში ითამაშა და მეოთხედ მოხვდა სპორტინგის სასტარტო შემადგენლობაში. ქართველმა ნახევარმცველმა გუნდის მაისურით თითო შეხვედრა პორტუგალიის თასსა და ჩემპიონთა ლიგაზე ჩაატარა, სადაც 1 ასისტი მიითვალა. ლისაბონის სპორტინგს პორტუგალიის ჩემპიონატში ჩატარებულ 14 თამაშში 35 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მხოლოდ ლიდერ პორტუს 37 ჩამორჩება, რომელსაც თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული. რუი ბორჟესის გუნდი მომდევნო ტურის შეხვედრას 23 დეკემბერს სტუმრად ვიტორია გიმარაეშთან ჩაატარებს, იქამდე კი პორტუგალიის თასის გათამაშებაში სანტა კლარას ესტუმრება 18 დეკემბერს.